მე ესე ვფიქრობ. აი რა ფსიქოლოგიური რა დასკვნა უნდა დაწეროს ფსიქოლოგიური ცირამუამ ფსიქოლოგია ესეთი ქალბატონი ნანა ცირამუა და სხვათა შორის მერთხელ მე ადვოკატთა ასოციაციის ტრეინინგებზე ვიყავი და ეს ქალბატონი შემოვიდა იქა და ლექცია წაგვიკითხა ჩვენ აი ამ ქალმა რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იქ სააპელაციო მოსამართლეს მიუვარდა სახში და იქ ესე იგი ობსტრუქციები მოაწყო შეიძლება ეს ქალი საერთოდ რაღაცა ამან დასკვნა დადოს ან ეს ბავშვებთან შეუშვათ როგორც შეიძლება ადამიანი ფსიქოლოგი იყოს და მიუვარდეს ვიღაცა სახში სახთან და ტერორი მოუწყოს ხალხო აი და მე აპროტესტებენ ეს ხო გააკეთეს სასამართლოსთან აი რაც ახლა განახებთ მე აი ეს საშინელება და მე არიან აღშფოთებულები რომ რატო დაგვსაჯესო აი ამ ფაქტის მე რაც ეს იკადრეს ამაღლებას ჩვენს კოლეგას რამე დაემართება ციხეში მოვედით იმიტომ რომ მისი ბრძანებით არ მოხდა მზია ამაღლებელის ადმინისტრაციული უпроსორად სააპელაციო საჩივრის განხილვა რომელთაც მზია დარჩა იوارიშვილის პოლიტიკურ ტყვეობაში ამით საქართველოში არსებული ყველა სამართლებრივი ინსტრუმენტი ამ ეტაპზე ამოწურულია მზია უკვე 15 დღეა ჩვენი კოლეგა ქალთა ციხეში შიმშილობს მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე და მოსამართლედ წოდებულმა ოქროპერიშვილმა უნდა იცოდეს რომ მის კოლეგებს გვახსოვს ყველა იმ მოსამართლედ წოდებულის გვარის სახელი რომელიც მზიას პოლიტიკურ ტყვეობაში ამყოფებს და ყველა იმ მოსამართლეს მივადგებით სახლთან და კართან და მთელ სამეზობლოს და მთელ მოსახლეობას გავაგებინებთ მონა მოსამართლეების გვარებსა და სახელებს. მზია არის ივანიშვილის პოლიტიკური ტყვე, ივანიშვილის დიქტატორის ტყვე, თავისუფლება მზიას, თავისუფლება პოლიტპატიმრებს და ვიბრძოლებთ იქამდე ვიდრე ის არ იქნება თავისუფალი. მზია შიმშილობს და მისი ჯანმრთელობა საფრთხეშია და ჩვენი მოსამართლე ეგრეთ წოდებული მოსამართლე ძალიან მშვიდად კვირა დღეს ისვენებს და ძალიან კარგად გრძნობს თავს, მაგრამ ჩვენ გვინდა ეს ყველაფერი გავაგებიოთ რომ ჩვენც ვიცით მათი სახელები, ვიცით თუ რა გააკეთა და რას აკეთებს ამ ქვეყანაში უსამართლობას რო აკანონებს. ამიტომ მისი მეგობრები, მისი კოლეგები მოვედით იმისათვის რომ გავაპროტესტოთ და ხმა გავაგონოთ ამ მოსამართლეს თუ ამას მოსამართლე ქვია. აი ხა ეს აქცია ხო ჩატარდა. ეხლა თქვენ წარმოგიდგენიათ ამ მოსამართლეს ყავს ოჯახი. ყავს ბავშვები. და ეხლა მისი ბავშვები რო შეხედავენ, მისი ოჯახის წევრები რო მოვარდა ჯოგო, ბრბო ხალხისა და ყვირიან ამ მოსამართლის შეურაცხყოფელ ფრაზებს. მე რო იქ ეხლა კოქტეილები არ ესროლეს მოლოტოვის იმას, რა ქვია, იმ სახს. ეს არ არის ფსიქოლოგიური ტერორი, მეგობრებო? და უკვირთ რომ რატო დაგვაჯარიმა, მე უკვირთ რომ რატო დაგვაჯარიმა რომ მოსამართლემო, აი ეს ქმედება რომ ჩავიდინე. მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის 9-ვე მონაწილე ოლიგარქის სასამართლომ 5,000 ლარით დააჯარიმა. ქუთაისის სასამართლომ ფსიქოლოგები, ჟურნალისტები, მუსიკოსები, აქტივისტები, პედაგოგები მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან გამართული მშვიდობიანი და ხანმოკლე აქციის გამო სამართალდარღვევება ცნო და სამოქალაქო პროტესტისთვის ჯარიმა დააკისა. პროცესი დილიდან ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ნინუცა კეკელია ჩაგორთვება პირდაპირ ეთერში და გვეტყვის რა ხდებოდა დღეს პროცესზე და რა განცხადებები გაკეთდა მისი დასრულების შემდეგ ისმენოთ. თავდაპირველად უნდა იცოდეს ჩვენმა მაყურებელმა, ამას ვიმეორებდით ჩვენ მთელი დღის მანძილზე, რომ ბრალდება, ადმინისტრაციული ბრალდება, რომელსაც ედავებოდნენ 9 დაკავებულ პირს, რომელთა შორის კარგად ვიცით, რომ არიან მომღერლები, ჟურნალისტები, მასწავლებლები, სამოქალაქო აქტივისტები, ითვალისწინებდა 15 დღიან პატიმრობას და მოლოდინიც არსებობდა ასეთი, რომ 15 დღიან პატიმრობა შეუფარდებდა ივანიშვილის სასამართლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოში
საქმეში განსაჯერის სკამზე მსხდომ პირებს. თუმცა როგორც ცოტა მოგვიანებით გაირკვა შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააყენა შუამდგომლობა და მოითხოვა ჯარიმა 5,000 ლარიანი გირაოც ჯარიმის შეფარდების, რაც დააკმაყოფილა ქუთაისის სახალხო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ქათამაძე, ლადო აფხაზავა, გელა მთივრიშვილი, მაია ცირამოა, მათი კოლეგები, დანარჩენი 5 პირი დააჯარიმა ქუთაისის სახალხო სასამართლომ 5,000 ლარიანი ჯარიმით, იმის მიუხედავად, რომ მათ კანონდარღვევა არ ჩაუდენიათ, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ჰქონდათ არასამუშაო საათებში მოსამართლის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ისინი გამოხატავდნენ პროტესტსა და სოლიდარობას მზეა ამაღლობელის მიმართ, მხოლოდ იმის გამო, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ოქრო პირაშვილმა არ მიიღო განსახილველად სააპელაციო სასამართლოში მზეა ამაღლობელის არჩევი. ადმინისტრაციულ სამართალდამოუკიდებლად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდამოუკიდებლად კოდექსის 174 პრიმატურის მეოთხე ნაწილი და ადმინისტრაციული საფერის სახით შეებართოს ჯარიმა 5,000 ლარის სოდენობით. ნინო ქათამაძეს ცნობილი სამართალდამოუკიდებლად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდამოუკიდებლად კოდექსის 174 პრიმატურის მეოთხე ნაწილი და ადმინისტრაციული საფერის სახით შეებართოს ჯარიმა 5,000 ლარის სოდენობით. მაია ცირამოა ცნობილი სამართალდამოუკიდებლად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდამოუკიდებლად კოდექსის 174 პრიმატურის მეოთხე ნაწილი და ადმინისტრაციული საფერის სახით შეებართოს ჯარიმა 5,000 ლარის სოდენობით. ცხადია რომ გებული ხონდა და მზად ვიყავით ამ ბრძოლაში, რაც არ უნდა სასჯელი მიგვეღო, ბოლომდე გავყოლოდით. პოლიციელებიც იყვნენ, რომლებიც არ მოვიდნენ, არ გაგვაფრთხილეს, ამაზეც ბევრი არ მიგვითითეს ამის შესახებ. ჩვენ ვიფიქრებდით და მე პროტესტი ჩემთან დარჩებოდა, მაგრამ რაიმე გზას ვიპოვიდი, მაგრამ იცით მე რა რისკებს ხედავ, რომ ჩვენ პროტესტის გამოხატვის თავისუფლების ყველა გზას გვიჭრია ნელა-ნელა. ესე იგი პროტესტის ყველა გზას გვიჭრიან. ამას ამბობს ფსიქოლოგი და ბავშვთა ფსიქოლოგია, იმიტომ რომ ბავშვების ფსიქოლოგიაზე საუბრობს ეს ლექციებს. მე მაინტერესებს, აი ხა შენ მართლა აი ბავშვთა ფსიქოლოგიაზე რო ლაპარაკობ. აი ახლა იმ მოსამართლეს როგორ ფიქრობ, იქ სახში ბავშვები არ აყავს, რომ იქ ქუჩაში რომ იქ სახთან რო აქცია მოუწვე? მაინტერესებს, ესე იგი თქვენ რატო არ ფიქრობთ, რომ ადამიანებს რო შეურაცხყოფას აყენებთ ქუჩაში, ოჯახებთან რომ მიდიხართ, რა შუაშია თუ იმ მოსამართლის გადაწყვეტილება არ მოგწონს? ადექი გაასაჩივრე. ეხლა მე რომ მოვიდე თქვენთან ქალბატონო ცირამოა და სახში რომ გაგინოთ, გლანძღოთ, ეს არის კორუმპირებული, ეს არის გრანტებზე გაყიდული, დოლარი თუ არა იყო, ნაბის არ გადადგამს, გაზულუქებული, გრანტებზე მჯდომი, მოგეწონება თქვენ ესა? არა, მოგეწონებათ რომ ეს მოისმინოთ, არ ვიცი, შვილი ყავთ თუ არა, მოგეწონებათ თქვენმა შვილმა რომ ეს მოისმინოს? და პროტესტის ფორმა თუ გინდა გააპროტესტე პარლამენტთან, თუ გინდა გააპროტესტე სადღაც წადი, ეს სახში მივარდნები რა უბედურება. შენ რა ფსიქოლოგიაზე უნდა ილაპარაკო? შენ საერთოდ ამის მერე რომელმა ორგანიზაციამ უნდა აგიყვანოს შენ ტრენერად, ან რომელმა და დასკვნა უნდა შეგიკვეთოს შენ რაღაცა ფსიქოლოგიის შესახებ. აი ესეთი საზოგადოება შექმნა დასავლეთმა. ესე იგი ტერორს უწყობენ ყველას ეს ხალხი, გესმით თქვენ? და მე ვფიქრობ, რომ ამაზე უნდა იყოს უმკაცრესი რეაგირება. თქვენ ეხა წარმოგიდგენიათ სააკაშვილის დროს მოსამართლის სახთან რომ ვინმეს ეგეთი რამე გაებედა? გაციბირებული იქნებოდა. და 5,000 ლარი რატო დაგვაჯარისო? მე ვფიქრობ ძალიან ესეთი ჰუმანურად მოიქცა ეს სასამართლო. 5,000 ლარი კიდე 60 დღეა პატიმრობას ითვალისწინე. 60 დღე უნდა გაეშვით იმაში პატიმრობაში. რომ ხვალ ზეგ სხვამაც არ გააკეთოს ეგეთი რაღაცა. უარავჯერ არ ყოფილა შემთხვევები, მეც არ მომწონებია მოსამართლის გადაწყვეტილება და რა ვდგეხა სახში მივიდე და ვლანძღო და თათხო.
ეს ტვინგაყინული ხალხი გავიგე, მაგრამ შეიძლება ფსიქო თავი რომ მოაქვთ კიტრივით რაღაცა ვიღაცებს, რომ ჩვენ აი ვართ ფსიქოლოგები, ჩვენ ვართ ესე იგი ხელოვანები, ჯერ თქვენი ნათამაში როლი მანახათ, თქვენი რაღაცა პოზიტივი მანახა პირიდან პირს რო გააღებთ, გინების და ლანძღვის მეტი არაფერი არ ამოდის იმ პირიდან. ზოგჯერ მეუხერხულება მართლა ამ გადაცემაში ისეთი რაღაცების გაშვება მიწევს, მართლა აი უხერხულ მდგომარეობაში ვარდები. ტყუ რაღაცა აი ორი სიტყვა, სამი სიტყვა, ესე იგი 300-ზე გაშვება და რაღაცა და ბოდიშ და ეს ეს არის ნორმატიკცა საზოგადოების. რუსკი ვაენი კარაბლი ინდიისა. რო არა ეთყობა რაღაცა იცით რა არის? ნათქვამია რა, აი პრო მას აქვს ნათქვამი პროიც, რომ სექსუალური დაუკმაყოფილებლობა იწვევს აგრესიას. ამდენი სექსუალურად დაუკმაყოფილებელი ქალები რა უბედურებაა კიდე რა. მაგრამ ეგ გასაგებიც არის, იმიტომ რომ იმდენ პიდარასტებთან გიწევს ნაცებთან ურთიერთობა, ეს მაგათ ხო კაცობა არა აქვს ამდენ ბოდიში და ეს სექსუალურად დაუკმაყოფილებელი ქალები, ამიტომაც არიან აგრესიულები. ამიტომაც არიან აგრესიულები, კიდე ერთხელ ვიმეორებ. რა უბედურებაა მართლა სულ ბოდიში და ეხლა არ მინა იმ სასქესო ორგანოებზე მისი აქცენტების კეთება. რა იყო ჩვილო, რა გინდათ, ვინახართ, რა არის, რა უბედურებაა, რა არის. და ეს ქართველი ქალი ამას ამბობს ზოგჯერ აი მწხვენია ამ გადაცემას უცხოეთშიც უყურებენ და მწხვენია აი ქართველი ქალებზე დაგვეკარგა შტაბე მე კიდევ ერთხელ ყველაზე არ მაქვს საუბარი რა ღმერთმა დაგვიფაროს რომ ამას მრავლობიძე ვამბობდე და ვიძახდე მრავლობიძე და ქართველი ქალების ზე მქონდეს ყველაზე საუბარი მაგრამ დიდი ნაწილი ხო ესე არის ხო რა უბედურება აი არ ვიცი მე არ ვიცი აი კატასტროფის წინაშე ვდგევართ რა და მერე გამოვლენ და რაღაცა მაღალ მატერიებზე დაგვიწყებენ საუბარს. და ომი არ გინდათ და ესეთი ფრაზები რო ისმის ხოლმე მათი განცხადებებიდან. აი გაუგებარია ყველაფერი ეს მეგობრებო და იცით რაშია საქმე? აი ხა ინფორმაცია გავრცელდა აგერ საკმაოდ ისეთი საინტერესო რომ აი ომზე რო ლაპარაკობენ ზელენსკიმ განაცხადა რომ ის აპირებს კონტრაქტი გააფორმოს 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდებთან უკრაინულ არმიაში მსახურებისათვის და წელიწადში საკონტრაქტო თანხა იქნება $24,000. ეხლა თანხა საკმაოდ ისეთი არის ნორმალური მე ვფიქრობ, მაგრამ უკვე იქამდე მივიდნენ 18 წლის ბავშვების გაშვებაზე არის საუბარი უკრაინულ არმიაში. თქვენ ატყობთ საზეა საუბარი? აი რომ მოგადგებათ ეხლა აი ნანი ბრეგვაძეს მინდა მივმართო და ეკა მამალაძეს არ ვიცი რამდენი წლის ბავშვები ყავთ მათ და კიდე ვიღაცეებს იმ პერო გარჭობილი იმეებს იქ რო გოგლი მოგლიზე რო გაზდილი ყავთ ჩვილები რო დაიწყოს მართლა ომი აი 18 წლის ბავშვებიდან რო იქნება ის რა ქვია აღრიცხვა მე იქნებით თანახმა რომ თქვენი შვილები გავიდნენ წავიდნენ ომში აბა ომი არ გინდათ ხო ლაპარაკობთ რომ ისა უკრაინაში საქართველოს ბედი წდება აგერ არის წადით და იომეთ რა და მე კიდე რა მაინტერესებს იცი რატო არის ის რომ ეს აი ომში წასვლას თავი დავანებოთ აი ეს გუბაზა სანიკიძეს აი ეს გუგულავას აი სააკაშვილის ბარამიძის დეკანოსიძის შვილები რატო არ ხდება ადმინისტრაციული ჯარიმის სახდელების ქვეშ. აი ეს სხვისი შვილები რო ჯარიმდებიან და სხვისი შვილები რო მიდიან ციხეში. თქვენი შვილები ომში კი არა, მიტინგზე არ გამოკავთ, იმაში გადამალული ყავთ. თქვენ ომში გაუშვებთ თქვენ შვილებს, ღმერთმა დაგვიფაროს, ეს არავის არ მინდა, მაგრამ თქვენ ომში კი არა, კაცო, იმან გამოვიდა მახსოვს, უსუფაშვილი იყო, გახსოვთ ალბათ და მეო ჩემ შვილებსო კაცო რა სისულელეაო მეო ჩემ შვილებსო ომში როგორ გაუშვებო მეო პირიქითო ჩემი შვილიო რასაც იტყვისო ისე უნდა გადაწყვიტოსო ბედნიერებისთვის არისო გაჩენილიო და აი ესე უნდა იყოსო ესე უნდა მოიქცესო გახსოვთ ალბათ ეს განცხადება მისი რომ როგორ განაცხადა ამ კაცმა თავის შვილთან დაკავშირებით აი ხა მე მოვნახე კიდევაც ეს მისი განცხადება და მინდა მოგასმენინოთ აი ეს რაც თქვა ბატონმა უსუფაშვილმა. ჩვენს შვილებს არ ვეუბნებით რომ თქვენ ჩემო შვილო დავტოვე სახში ახლა რომ შენ დაიბადე და გაგაჩინეთ იმისთვის რომ სამშობლოს გმირულად უნდა შეეწირო.
მე ამას არ ვეუბნები შვილებს. მე ვეუბნები, რომ შვილო თქვენ დაიბადეთ და შეიქმენით და გახდით ამ ქვეყანაზე, რომ იყოთ თავისუფალი და ბედნიერნი. აი ეს არის ყველა აი ამ ლიბერალის ეს განასახიერებს აი ამ ლიბერალური სექტის სახეს. შენ უნდა ბედნიერებისთვის დაიბადო. მარტო. კენედიმ თქვა შენ იმას კი კითხავ ამერიკას, რა გაგიკეთა ამერიკამ, არამედ კითხე შენ თავს, შენ რა გაუკეთე ამერიკასო. შენ ქვეყანას. ანუ ამერიკაშიც კი თვლიან, რომ სამშობლოსთვის უნდა გაწირო თავი. ეს არის ნორმალურ ამერიკელებზე მაქვს საუბარი და არა იქ ეხლა ამას არ უნდა შვილი გაუშვას ომში და გამოდიან და ესენი დღე არ ჩაივლის ორი ქართველის გვამი არ ცხედარი არ ჩამოიტანონ უკრაინიდან. კი მაგრამ თუ ასე თქვით თქვენი შვილებს რატო არ აგზავნით უკრაინაში? არა გეკითხებით გინახია თქვენ რომელიმე ნაცმოძრაობის ლიდერის შვილი წასული უკრაინის ომში? არა გეკითხებით ვინმე წასულა უკრაინის ომში ან ნაციონალურ მოძრაობის ლიდერის ან რაიონული შტაბის ან მაგალითად რა ვიცი მე ვინმე წასულა თქვენგან თქვენ გინდათ რომ პირტიტველა ქართველი ბიჭების სისხლზე თქვენი კარიერა აიწყოთ მე თითეული ქართველი რომელიც იქ უკრაინაში იღუპება გული მტკივა ვინც არ უნდა იყოს ამას არა აქვს მნიშვნელობა ნაციონალია თუ არ არის ნაციონალი საქართველოს შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავიო ნათქვამია ჩვენ ისედაც სირერიცხოვანი ერი ვართ არ ვყავ ჩვენ მე ჩვენ ისე უნდა გავიმარჯვოთ მეგობრებო რომ აი ჩვენი მოწინააღმდეგეებიც გამარჯვებული იყვნენ ჩვენთან ერთად და ეს ხალხი სამსხვერპლოზე უშვებს თავის ესე იგი სხვის შვილებს და თვითონ გამოდიან და აი ამას ლაპარაკობენ აი მოგასმენინებს არ ვეუბნებით რომ თქვენ ჩემო შვილო დავტოვე სახში ახლა რომ შენ დაიბადე და გაგაჩინეთ იმისთვის რომ სამშობლოს გმირულად უნდა შეეწირო მე ამას არ ვეუბნები შვილებს მე ვეუბნები რომ შვილო თქვენ დაიბადეთ და შეიქმენით და გახდით ამ ქვეყანაზე რომ იყოთ თავისუფალი და ბედნიერნი ჩვენ და ეს ამას საუბრობს ყოფილი თავდაცვის მინისტრის მეუღლე ხიდაშელიც ხო ასე ფიქრობს ეხლა სუსუფაშვილი და ქალი იყო თავდაცვის მინისტრი რომელიც ესეთი აზროვნება აქვს რომ შვილმა როგორც გადაწყვეტს ისე უნდა მოიქცეს თურმე მოვალეობა და ვალდებულება არ არის რომ სამშობლოს ემსახურო აი მაგალითად ისრაელში სიმწვრილად ითვლება კაცი თუ სამხედრო სავალდებულო სამსახურს არ მოიხდის მე მყავს მეგობარი მაგალითად რომლის შვილიც ისრაელის მოქალაქეა და იქ მსახურობს ისრაელში და აი რო მოდის ესე იგი ეს რაღაცა გარკვეულწილად ის რაღაცა ეს მოსვლა ეს რაღაცა თავდაცვის სამინისტროდან უწყება რომ აი რო უკვე უნდა წავიდეს გაწევის დრო არის რაღაცა სიხარულით მიდის იქ იმ და არავინ ქალს არ გამოგატანს ისრაელში თუ კი ჯარში არ ახარ ნამყოფი ეხლა ამათ სიმართლე რო გითხრა ქალი არ უნდათ ისედაც ამათ ქალი რაში ჭირდებათ იმიტომაც არიან ეს გამწარებული ქალები ნაციონალების დარბიან და იმ სასქესო ორგანოზე აქვთ აქცენტები და ყვირიან იმიტომ რომ არ ვიცი სექსუალურად დაუკმაყოფილებელი ოცეულები და ასეულები დარბიან რუსთაველზე მაგრამ ფაქტი ერთი არის მეგობრებო რომ ჩვენ გვეუნებიან რომ უკრაინას უნდა დავეხმარო და თვითონ თავიანთი შვილები გადამალული ყავთ იქითკენ და არიჩენენ იმას რა ქვია გარკვეულწილად ვალდებულებას რომ დაეხმარონ აი მოძმე უკრაინას და აგერ უკრაინა კიდე $24000 თავაზობს თითეულს ვინც კი 18 წლიდან დაიწყეს უკვე გაწევები თითეულს საკონტრაქტო სისტემით ვინც კი აი ჯარში წავა და ეს უნდათ ამათ აი ეს ყველაფერი და ვერ ეღირსებით თქვენ ამას ვერ ეღირსებით რომ აი ეს სისტემა შექმნათ საქართველოში და ასეთი სისტემით იყოს ჩვენი ქვეყანა აწყობილი თქვენს იმაზე რაღაც გარკვეულ დაკროლზე თქვენ ამას ვერ ეღირსებით და ბევრი რომლებმაც გამოაჩინეთ თქვენი თავი რომ რას და როგორ მოქმედებთ მალე თქვენი ადგილი იქნება ისტორიის სანაგვეზე ისედაც კი ხართ პრინციპში ისტორიის სანაგვეზე მაგრამ
საბოლოოდ ქართველი ხალხი გამოგიტანთ განაჩენთ. ახლა იმ დღეს აი ეს გავრცელდა ინფორმაცია ერთ-ერთმა ქალბატონმა დაწერა ეს ინფორმაცია რომ აი მოსამართლესთან და ეს მოსამართლეებზე არიან ძალიან დაგეშილები ბოლო პერიოდში რომ რაღაცაო აი ვაჩვენოთ ესე იგი აი ამ ქალბატონის სურათი მეგობრებო ახლა მოიცადეთ ერთი განახებთ ესე იგი ამ ქალბატონის ბიოგრაფია დაწერა იმას ქნეს რა ქვია გამოიტანეს რომ თურმეო აიო ისაო რუსეთში დაამთავრაო იქო სასწავლებელიო ვანახოთ აი ეს ქალბატონი მოსამართლე რომელზეც არის დაგეშილები და აი ამ ქალბატონმაო შეუფარდაო იქო პატიმრო ადმინისტრაციული ჯარიმაო სახტელებიო და როგორ შეიძლებაო რომ აი ესეთი მოსამართლეები ყავდესო ესე იგი როგორი ბულინგი მიდის თუ ატყობთ უკვე ამ მოსამართლეებზე რომ ესე იგი ვინც კი აი ამისთან რამეს ციცინო მოსიძე არის აი ეს მოსამართლე ვინც განახეთ მე თქვენ ბატონებო და ესე იგი მთელი აი ამ მოსამართლის ბიოგრაფია არის გამოტანილი რომ გალის რაიონის სოფელ შეშელეთის აკადემია დაამთავრა ამ ქალბატონმა შემდეგ ტექნიკური უნივერსიტეტი მერე მოსკოვის იურიდიულ ინსტიტუტში ჩაირიცხა და დაამთავრა მერე შემდგომ ჯავახიშვილის იურიდიული ფაკულტეტი 96-ში და აი ამ ციცინო მოსიძეს არის ახლა დაგეშილები აი ესენი ვანახოთ ეს სურათი რომ ესე იგი როგორო ესე იგი გამოიტანაო და არის აი ამაზე აქვს საუბარი ნეტა ესეთი მოსამართლეები იყვნენ ძალიან ბევრი საქართველოში რა გინდათ რას ერჩით ახლა ამ ქალბატონს რომ თქვენ არ გაგამართლათ და თქვენი დაცვის ქვეშყოფები მიმართ არ გამოიტანა ის გადაწყვეტილება რომელიც თქვენთვის იყო სასურველი მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ სანამ ამ ქვეყანაში დაცული არ იქნება პოლიციელი მოსამართლე იგივე ჩინოვნიკი საერთოდ ქვეყნის დაცვაზე და თვითეული ჩვენთანგანის დაცვაზე ხო ლაპარაკი ზედმეტი არის იმიტომ რომ თუ თავს დაცულად არ გზნობს მოსამართლე რომ გადაწყვეტილების შემდგომ მასთან სახში არ მივარდებიან და ესეთი განცდა ექნება რომ ვაიმე ჩემთან სახში როგორ იქნებიან ჩემი შვილები ვინმე ხო არ მივარდა მაშინ რა სამართლებრივი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მოსამართლე ესენი არიან უკვე ვაბანკზე მიდიან უკვე კადრულობენ იმას აი რისი ისი აი რაღაც აი უკვე აი არც ერთ ჩარჩოში არ ჯდება ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენი ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისად და აი ამ ადამიანების მიმართ უნდა იქნეს გამოტანილი უმკაცრესი გადაწყვეტილებები აი ეს 60-იანი ადმინისტრაციული პატიმრობა რო უკვე დადგინდა ეს კარგია იმიტომ რომ იქნება იქ მაინც რაღაცა ცოტა დაფიქრდნენ თავიანთ აი ქმედებაზე. აი ხა ეს ვაჟბატონი ცოტათი ტვინი შეეცვალა აი ამ გაბიტაშვილს, რომ ჩამობძანდა იქიდან აბუდაბიდან, რაღაც სხვანაირად დაიწყო, მაგრამ ქართველი ხალხის რისხვას ვერავინ ვერ გაექცევა, იმიტომ რომ აი სულ არ მომწონდეს რომელიმე დეპუტატი, მაგალითად სადღაც საფრანგეთში რო დადის ან ინგლისში ხელისუფლების წარმომადგენლებს, აი ჩემთვის გამაღიზიანებელია ის რომ ქუჩაში ვიღაცა მოგაძახოს რაღაცა. რანაირად შეიძლება თუ არ გინდა აგერ არის ტელევიზიაში თქვი, აგერ არის რაღაც მაშინ თქვი პარლამენტში თქვი. რა უბედურებაა ეს რა წესია ვინდა ან როგორ შეიძლება პირიდან ამოგივიდეს ის რომ ისაო რა ქვია საჭმელშიო უნდა ჩავაფურთხოთ. თქვენ ფურთხისგან გაკეთებულებო თქვენ ამართლა რა ის ბუღაძე რო დისერტაციას გაწვევინებდათ ფურთხის იმაში რა ქვია შეფურთხებაში სააკაშვილის ფურთხისგან გაკეთებულები ხართ თქვენ ყველანი რა თქვენ ადამიანები არა ხართ და თქვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ თქვენ ხართ ცხოველები მაგრამ ცხოველებსაც აქვთ რაღაც ინსტინქტები ეხა აი ლომს რო რაღაცა პატარა შველი შეხვდეს იმას არ შეჭამს მაგრამ თქვენ ადამიანი აი კიდევ ერთხელ ქუჩაში რო იყოს და რაღაცა დავარდნილი გადაულით გადათელავთ რა მე ვფიქრობ რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ბოლომდე საქმის მიმყვანები და ნახევარ გზაზე საქმე არ უნდა დავასრულოთ ჩვენ გვაქვს საქმე იმ ხალხთან რომლებიც ჩვენ ეროვნულ გმირებს სამშობლოსთვის თავდადებულ ადამიანებს, რომლებმაც სიხარული აჩუქეს ქართულ ხალხს, იმათ მოღალატეებს ეძახიან
და აი მოღალატეებს კიდე გუნდრუქს ურკვევენ. აი ზოგჯერ არ მინდა მეგობრებო რა. აი გუშინ არ ვიცი ცეთი აი მოვისმინე ერთ-ერთ გადაცემაში გამოვიდა ერთი ადამიანი, რომელთანაც მე საკმაოდ ისეთი რაღაც ურთიერთობა მქონია და აი მე საერთოდ ადამიანურ გზნობებს და ადამიანურ ურთიერთობებს ძალიან დიდ უპირატესობას ვანიჭებ და ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ ერთი პერიოდი როდესაც ადამიანთან ერთად იბრძოდი რეჟიმის წინააღმდეგ, გვერდ-გვერდ იყავით, რაღაცა სუფრაზე მжდარხართ, რაღაცა გიბძოლია, რაღაცა ადამიანური გზნობა გაქვს მის მიმართ და რო ხედავ რომ ეს ადამიანი აი დაეცა და წუმპეში არის. გამოდის ეს ადამიანი არ მინდა გვარსახელს არ დავასახელებ კიდე ერთხელ მაგათგან განსხვავებით მე არ ვარ ისეთი რომ ყველა აი ზოგჯერ კი არ უნდა გადაუარო გადაურბინო მაგრამ არა ვარ ეგეთი იმიტომ რომ რაღაცა მაქვს მაინც ისეთი რომ აი ბოლომდე ვერ ვიმეტებ ამ გამოვიდა და ლაპარაკობს იმის შესახებ რომ აიო პოლიტიკური ნიშნითო კაცო რო დაიჭირესო ეს მეგი გოგიტიძე კი არა ეს ბოდიში და ეს ქალბატონი რო იყო აქციაზე ახლა ეს რო ყვირის თან და რომ ღერის რა გიჟივით რო იქცევა რა და ეს ცირამუებზე და იმებზე და მსახიობებზე ქონდა აქცენტი და ისა აიო ესენიო როგორ შეიძლებაო რომ აიო იმას ქნაო დასაჯო გესმით იმიტომ რომ ესენი ხო თავის იმას გამოხატავენ პოზიციას რა მოხდაო მოსამართლესთან მივიდნენ მე მაინტერესებს ახლა იმ პოლიტიკურ აი რაღაცა პარტიის იმ წარმომადგენლებს მინდა მივმართო აი თქვენ სახთან რომ მოვიდეს და ესე შეურაცხყოფა გაყენოთ ეს ნორმალურია მისაღები არის აი რა დააშავა თქვენი ოჯახის წევრმა რატო უნდა აგოს ოჯახის წევრმა პასუხი იმაზე რასაც აკეთებს მაგალითად არასწორს თუნდაც ადამიანი ეს ნორმა არის საერთოდ და ამას ამბობს ადამიანი რომელსაც რაღაცა იმასთან უსამართლობასთან მებრძოლის ის აქვს მანტია მე ვხედავ როგორ დაეცა ადამიანები რომ აი ვინც კი რაღაცა იმ სამართლიანობაზე ლაპარაკობდა დღეს აი ერთადერთი იმას არ იძახიან ნაცმოძრაობას უჭერთ ხარშვა თორე არავითარი განსხვავება აღარ არის უკვე ხალხო კარგით სირცხვილია თქვენთვის წარსულს ეცით პატივი გასაგებია რომ ხელისუფლებაზე ხართ გაბრაზებული მე ამ ხელისუფლებისგან არაფერი პრივილეგია არ მიმიღე რამე თანამდებობა მივიღე ამათგან რამე მივიღე საერთოდ თქვენზე მეტი ვიბრძოლე იმ რეჟიმის წინააღმდეგ ბევრი თქვენთაგანზე კი ეხლა ბევრი ჩემზე მეტი გააკეთა მაგრამ მე დავტოვე სახელმწიფო სამსახური აწყობილი მქონდა საქმე კარგი ისამ მქონდა თანამდებობა წამოვედი და დავიწყე ამ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა და იმის შემდგომ ვებძვი ამ ნაცმოძრაობას და არც თანამდებობა მოუწია ჩემთვის არავის არც პრივილეგია მოუწია არც ფინანსები მოუწია ჩემთვის არავის არაფერი და რა ვქნა ეხლა ავდგე და აი მე ამათმა არ დამაფასეს და არც მინდა არაფერი მაგათი სიმართლე რო გითხრა მაგრამ რაღაცა ყურადღება და ელემენტარული რაღაცა შეიძლება რო იყოს ეხლა ბოლო-ბოლო დამოუკიდებლობის დღე რო არის და მთელი მას ნაცხროვას და აი ნაცბოზებს ეძახით სიცხვილია რა ხალხსაც მაინც უნდა დაუძახო აქ მარტო ჩემზე არ არის ლაპარაკი ხო და რა ვქნა ეხლა გამწარებო თქვენ პარლამენტში მაინც იყავით ზოგიერთები ეხლა ძიძიგური რო გამოვა და ბიძინა ივანიშვილს აგინებს აი სიცხვილი არ არის ხალხო ცალცალი კალოშით მიყვედი პარლამენტში და მილიონერი ხარ უკვე ეკაბესელია რომ დგას აი ბაია ბაბუცა პატარაიას და აი ნაცხროვის გვერდით აი უკანასკნელი აი მე ვიცავდი ეკაბესელიას როდესაც მას ჰქონდა დაპირისპირება იმ სასამართლო საკითხებთან დაკავშირებით მეგობრებო მაგრამ ეხლა ნანობ ამ ყველაფერს ნანობ იმიტომ რომ შედალოცვილო ესე იგი შენ გამოდის რომ იმიტომ უპირისპირდებოდი აი მე კიდე ერთხელ გეუბნებით ხალხო ეს ხალხი ვინც სააკაშვილის უპირისპირდებოდა რეალურად იმიტომ კი არ უპირისპირდებოდა რომ რაღაც სააკაშვილი არ არამედ უნდოდა რაღაცა თანამდებობები მიეღოთ პრივილეგიები მიეღოთ როგორც კი ეს პრივილეგიები თანამდებობები მათ ვერ მიიღეს ეხლა დაკარგეს უпроსტორეთ იმიტომ რომ ბევრს ჰქონდა ეს პრივილეგიები ხა სამი მოწვევის პარლამენტში რო იქდები ხო არ უნდა დაბერდე იქ არა როგორც კი ფსის მიღმა აღმოჩნდნენ იმ წუთასვე დაუპირისპირდნენ ესე იგი ხელისუფლებას და დადგნენ ნაცების გვერდზე ძიძიგურები ბესელიები გოგიჩაიშვილები ეხლა გოგიჩაიშვილს ეგონა გუში რო დააკავებდნენ ალბათ ქართველი ხალხი დაიძრებოდა მის რამხელა წარმოდგენა აქვს ზოგს თავის თავზე გაგიკვირდება რა და ამიტომ მე ერთი რამე მინდა ვთქვა რომ ლაფში რაღაცა იცით რა რაღაცა თუ გაგიკეთებიათ ვიღაცას 1-2 კაი საქმე ისე ნუ გააკეთებთ რომ
ის 1-2-ით დაავიწყდეს ყველას რა და აი გადაირეცხოს ეს თქვენი მოქმედებით ის წინვალე რაღაცა თუ გქონდათ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ყველა ადამიანში არის რაღაცა ნათელი. არ არსებობს ადამიანი სულ ყველაფერი იდიოტი და ნაძირალა და არარაობა იყოს. ყველა ადამიანში რაღაცა თუ გადაშენებული არის, ხა მაგალითად ეხლა სააკაშვილში არაფერი ნათელი არ არის, მაგრამ არის ხო ვიღაცაებში რაღაცა. ამიტომ ის დრიტა გააღვივეთ თქვენში და დაუბრუნდით იმას, რაც იყავით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კიდევ სანამ დრო არის. მაგრამ მე ეჭვი მეპარება, რომ თქვენ რამე გამოგასწოროთ, იმიტომ რომ ნაცობა არის რაღაცა ჩოფიანი ძაღლის ვირუსივით არის.